ვიდეოში თქვენ ხედავთ, რომ Chevrolet Cruze-ზე ვიწყებთ თერმოსტატის შესასვლელად ზედა მხარეს არსებული ტრუბის ვინტების დაშვებას. თავიდან დავიწყეთ შუა ვინტის დაშვებით, თუმცა არ არის საჭირო, ეგ თბილად არის ვიდეოში ნაჩვენები. მარტო თავში და ეგ ბოლოში უნდა დაუშვათ ვინტები. და შემდეგ ნელა უნდა გამოაძროთ ჯერ როგორც ხედავთ ზემოთ ამ მხარეს ნელა გამოაძრობ და მერე ქვემოთ ამ მხრიდან ამოწევთ ამ დიდ ტრუბას და გადადებთ ცალკე. ამის შემდეგ ეს რაღაც არის გამოსაერთებელი, რომელზეც ამბობენ რომ მოუჭე და გამოძიება უმარა ცოტა უნდა აწვალოთ. შემდეგ არის ეს თვითონ თერმოსტატზე შეერთებული ეს ოთხკუთხედი რაღაც ადვილი მოსაძრობია. შემდეგ ქვემოთ არის უკვე რადიატორის მილი, საიდანაც წყალი გადმოვა. ეხლა ის რკინა, როგორც ხედავთ, ჯერ ამოვწიეთ რკინა და მერე აი ცოტა ძალის გამოყენებით გამოვაძრეთ ეს ტრუბა. შეგიძლიათ მზათა გქონდეს გადაჭრით ბოთლი რაიმე ჭურჭელი იმ შემთხვევაში თუ გიდგათ მანქანაში წყლის მაგივრად ანტიფრიზი და არ გინდათ რომ დაგეღვაროთ, მაგ შემთხვევაში ესე შეუშვეთ და შემდეგ ხელახლა ჩაასხავთ ამ ანტიფრიზს უკან წყლის ბაკში. ჩვენ შემთხვევაში თერმოსტატის შეცვლა გადავწყვეტეთ, რადგან წყალს ადუღებდა და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წყალს ადუღებს ხოლმე, არის ის, რომ თერმოსტატი არის გადაკეტილი და ვერ უპერავს თათანადოდ ჰაერი და გაგრილების სისტემა ვერ ამუშაობს. ჩვენ შემთხვევაში მოვხსენით, ნახეთ, რომ ზამბარა არ იყო დამაგრებული. ზამბარა საერთოდ თერმოსტატზე რაღაცა ორი პლასმასის კბილით არის ხოლმე დამაგრებული და ეტყობა ის კბილები მოტყდა და ზამბარა იყო ამოვარდნილი და ალბათ მაგის ბრალია რომ წყალს ადუღებს. თუ ეს არის რასაც ხედავთ აი თერმოსტატს აქვს 3 ვინტი დასაშვები. ეს არის 8 ნომერი კლუჩი, რომლითაც უშვებს ხედავთ აქ მარცხენა მხარეს არსებულ ვინტს, მერე ასევე არის სულ 3 აქვს. ეს არის მეორე მხარეს დასაშვები და კიდე არის ქვემოთ ამ მხრიდან. ჩვენ ახლა მაინც სპონტანურად გავაკეთეთ თერმოსტატის შეცვლა და უფრო მოსახერხებელი ხელსაწყოები არ აქვს. ეხლა არის მესამე ქვემოდან დაუშვებთ მესამესაც და გამოაძრობთ ამ მესამეს რო დაუშვებთ, მერე აქეთ არის ის პატარა მილში არის ეს თერმოსტატი კიდევ ჩამაგრებული. და იმ მილიდანაც უნდა ამოაძროთ ეს ხელში ეხლა დადო ხამუდით არის დამაგრებული. ხედავთ ჩვენ თერმოსტატს, რომლიდანაც ამოვარდნილი არის ზამბარა. ეხლა ამ თერმოსტატში ზამბარა უნდა იყოს ჩასმული. ეხლა ვათვალიერებთ, რომ სადმე გაჭედილი. ეს არის უკვე ჩამაგრებული.